ეს არის ფენომენალური რამ, შემიძლია თამამად თქვა, ვიცი რა, როგორ ხდება ბიზნესში, ესე თქვათ, შრომა, თანხების მოზიდვა, პრობლემების გადაწყვეტა. დღეს ქართული ბიზნესი გამოდის იმ მენტალობიდან, რომ ამბობს, რომ მე უნდა ვიყო დამკვეთი აქ პოლიტიკაში გულისხმება ყველაფერი აბსოლუტურად და მე რომელიც ვავსებ ბიუჯეტს მაგ ამის თქმის უფლება, ვინ არის გაერთიანებული? იმ ხალხს არანაირი ვალი არ აქვს სახელმწიფოსი. გადასახადებს იხდიან, ადამიანებს ასაქმებენ და გადაწყვიტეს, რომ აბსოლუტურად გეთანხმები, კონკურენციაზე კი არ არის საუბარი. საერთო ქვეყნის პრობლემაზეა საუბარი და იციან, რომ თუ ესე გაგრძელდა, მათი მთელი წლების ნამუშევარი გადაიყრება წყალში და მათი უკვე პერსონალური ამბავიც უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რა უნდა გააკეთონ იმ ქვეყანაში, სადაც ყველა წყარო საერთაშორისო ურთიერთობების, კაპიტალის, გრძელვადიანი კრედიტები, პარტნიორები, ტექნოლოგიები უკვე არ შემოვა. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ეს დიდი ხანი მიდის აქეთკენ ყველაფერი, მე თქვენ ეთერში ხშირად ამაქვს ციფრების ნათქვამი თუ როგორ მიაბა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკამ ჩვენი ქვეყანა რუსეთს და როგორ ვართ მიბმული ყველაფრით, ექსპორტით, იმპორტით, ანუ დამოუკიდებლობა ეკონომიკური დააკარგვინა ამ ქვეყანას და პირდაპირ ინვესტიცია აღარ შემოდის. ამიტომ ეს ხალხი, რომელიც დღეს განსაკუთრებული სისწრაფით გაიზარდა მას მერე, რაც ეგრეთ წოდებულმა პრემიერმა, ესე თქვა, მუქარაც კი გაბედა. გესმით, რა დონეზე არიან, ესე თქვა, გათავხედებულები, რომ გამოდის და ეს ბიზნესი იქნება თქვენ რომ ბოლოს მოგიღებთ. 2000 სუბიექტამდე ავიდა ასე თქვა ამ პეტიციაზე ხელის მომწერები და მადლობა მინდა გადაუხადო ორგანიზატორებს, გიორგი ისაკაძეს, იქ არაჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცია, გიორგი ჩუგოშვილი, იქ ახა ხაზარაძეა, იქ არ მინდა ვინმე გამორჩი, იგივე თემურ ჭყონიას, ყველას, ვინც ამის ორგანიზება გააკეთა და მე დარწმუნებული ვარ, ეს არ არის პირველი ნაბიჯი. იმიტომ რომ 2000 ორგანიზაცია და ბიზნეს კომპანია ერთად რო დადგება და იტყვის რომ იცი რა ვითხოვთ პატიმრების განთავისუფლებას, პოლიტპატიმრების განთავისუფლებას და ვითხოვთ ახალ არჩევნებს რომ კრიზისი განიმუხტოს. და პოლიტიკურ კრიზისშია დღეს ქართული ოცნება, ხო, აღიაროთ. ამიტომ ეხლა დავამთავრებ გიორგი, ამიტომ მათი ეს გაერთიანება არ არის უბრალოდ გაერთიანება, ახალი ბიზნეს საზოგადოება დაიბადა, თავისუფალი, მებრძოლი, რომელიც ყოველთვის ადგება და იტყვის და აი წარმოიდგინეთ და მე მინდა ურჩიო მათ, რომ თუ გადაიდო ეს ყველაფერი ამ პრობლემების გადალახვა, მე პირდაპირ მოგიწოდებთ, რომ გამაფრთხილებელი, თუნდაც 2 საათიანი გაფიცვა მოვაწყოთ. 2 საათიანი, 2 საათი არავის არ დააზარალებს. 2 საათიანი ერთდროულად ყველამ გააჩეროს თავის საწარმო, გამოვიდეს თავისი საწარმოს წინ, თავისი მაღაზიის წინ, თავისი რესტორნის წინ, ერთი ესე თქვა წარწერით, რომ გავიფიცეთ. ეს იქნება გამაფრთხილებელი და თუ ამას არ მე გარანტიას გაძლევთ, რომ ძალიან სერიოზული ესე თქვა დარტყმა იქნება ეს ხელისუფლების და დამაფიქრებელი, იმიტომ რომ შემდგომი გაფიცვა უკვე სხვანაირი შეიძლება იყოს. ხელში უნდა იქნას აღებული ყველა ძალაუფლება, იმიტომ რომ ეს ხალხი, იგივე ეგრეთ წოდებული პრემიერი, თქვენი გადასახადებით იღებს ფულს და აქეთ მოდის და გემუქრება, იმის მაგრად რომ ხელის გულზე გატაროთ. და მოვუწოდებ იმ ბიზნესმენებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ამ პროცესში ჩართულები, მეგობრებო, გვიან მე არავის არ ესე თქვა არ ვაძალებ, რომ ესე თქვა ადრეა თუ გვიან, მაგრამ მე ძალიან გვიან არ იყოს, იმიტომ რომ აქ ლაპარაკი არ არის თქვენი კომპანიის და თქვენ კეთილდღეობაზე, ლაპარაკი არის ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე. ამიტომ ყველა ძალიან კარგად ძალიან გთხოვთ რომ დაფიქრდეთ და დროზე შეუერთდეთ ამ ძალიან მაგარ პროცესს.